მოგესალმებით, ჩემოძრიფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, როგორი იქნება ტყუპებისთვის ნოემბრის თვე. რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გტოვებთ, ნახოთ, განვიხილოთ ძირითადი ტენდენციები, ფინანსები, პირადი ურთიერთობები და ჯანმრთელობა. მაშ ასე, როგორი იქნება ნოემბერი ტყუპებისთვის. განვიხილოთ, რა ენერგიაში იქნებით ნოემბერში ტყუპები. ძალიან სწრაფად კიდე ცვლილებები, აქ არის გაბრაზებულის ენერგია, მამაკაცთან დაკავშირებით ძალიან ისეთი მკაფიო სიბრაზე გაქვთ გამოხატული, ნახეთ, აქ წყინაც არის, კონფლიქტიც არის, აქ ღალატის ენერგიაც არის, აქ ეჭვიანობის ენერგიაც არის, მეგობრებო, ვიღაცას ძალიან ეჭვიანობთ. ყველა რა საკურველია შეგახსენებთ, რომ ეს საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. აქ არის მამაკაცთან დისტანცია, რომლის ნახეთ, გადალახვაც ძალიან გიჭირთ, აი რაღაცა ისეთი სიცივე ურთიერთობაში. მამაკაცს აქვს აღმართული კედელი, აი ეს მენტალური კედელი, რომლის დანგრევაც ვერს თქვენ და ვერს მან ვერ მოახერხა. კარგით, მოდი ნახოთ რა კი ესია, ნახეთ თვითონ მომიხტა. რაღაცა უახლოესი ორი პერიოდი, განსაკუთრებით 2 წელი, 2 თვე შემიძლია განვიხილო, რომ ძალიან დიდ ქაოსში ხარ საკუთარ თავთან ბრძოლებში, სიბნელე ურთიერთობებში, კომუნიკაციებში, ძალიან ბევრი გამოუვალი სიტუაციები, ეს უფრო პირად ურთიერთობებს უკავშირდება მეგობრებო, ვისთანაც აქტუალურია, გეტყვით იმასაც, რომ სამწუხაროდ აი ეს ენერგიები ძალიან მძიმედ მოქმედებს თქვენს ეს დეპრესიული ფონის და გაურკვევლობებიც გიქმნით ძალიან დიდ დისკომფორტს. ეხლა გადავიდეთ ფინანსურ საკითხებზე. რა ხდება ფინანსთან დაკავშირებით? სამსახურში ვიღაცას ძალიან დიდი სიხარულის ენერგია აქვს, აქ არის დაწინაურების პერსპექტივა, აქ არის საუკეთესო ვარიანტი სამსახურის გამოჩენის მეგობრებო, უზარმაზარი სიხარული გაქვთ სამსახურთან დაკავშირებით. შეხედეთ, ეს არის სამსახურის არკანი, ეს კიდე სიყვარულის ტუზი, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ემოციას და გაგიხადეთ. აქ არის გასასტუმრებელი ვალდებულებები, რომელიც პასუხისმგებლობები გაქვთ აკიდებული და თითქოს აი დღეს ხვალ უნდა გადაწყდეს რაღაცა საკითხი და დასაბრუნებელი თუ გადასახდელის საკითხები აქვს, ფინანსები არ ინერვიულად მოდის რესურსები, უზარმაზარი რესურსები. ნახეთ, კვერცხების ტუზი ნიშნავს ახალ ნაბიჯებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ სამსახურს, ახალ კონტრაქტს, ახალს, რაღაცას ახალს, რომელსაც მოაქვს საკმაოდ საინტერესო რესურსები ამ თვალსაზრისით. ამიტომ გელოცავთ ძალიან ბევრ თქვენთაგან სტყუპებისთვის სამსახურის შესაძლებელია შეცვლის პერსპექტივა დადგეს, შესაძლებელია სხვაგან გადახვიდეთ, ბევრად უკეთესი რესურსებით, ბევრად უკეთესი სამუშაო გრაფიკით, ხელფასით შესაბამისად მეტი იქნება, ვისთანაც პერსპექტივაში არის მომატების ალბათობა, ან ხელფასის ზრდის ტენდენცია, მაშინ გილოცავთ, აქაც ძალიან საინტერესო ენერგიები და ტენდენციები მოდის. მოდი განვიხილოთ ეხლა ჯანმრთელობა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შემოძვირფასებო, ნახეთ, როგორ ახარ ძალიან დაღლილები, თითქოს აი სულ უენერგიოდ, თითქოს სულ ძილი გინდათ, სულ დასვენება გინდათ, რაღაცა ძალიან გადაღლილი ხართ, ძალიან დაბალ ვიბრაციებში ხართ. აი ამ შემთხვევაში შემიძლია განვიხილო ბევრ თქვენთაგანთან მეგობრებო, ენერგეტიკული ზემოქმედებები, რასაც ჩვენ თვალი, ჯადო, აი რაღაცა ესეთი ავადმყოფური განცდები, ეშმაკის და მაგის არგან შორის მოქცეული ოთხიანი კვერცხები ზუსტად ამას ნიშნავს. აი რაღაცა უარყოფითი ენერგიების დარტყმა მოდის თქვენზე, როგორც თქვენზე ენერგოველზე, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც. ამიტომ ხართ სულ რაღაცა ესე ძალიან ძალა გამოცლილები, ავადმყოფობის შეგრძნებები გაქვთ, აი თითქოს უხასიათობა, უძილობა და ასე შემდეგ. მოკლედ ამას მიაქციეთ ყურადღება. კარგი იქნებოდა თუ გააკეთებდით ენერგიულ წმენდებს, ენერგეტიკულ წმენდებს საკუთარ თავს თქვენ მაინც უშუალოდ. თუ არ შეგიძლიათ რომ მიმართოთ სპეციალისტს, ამიტომ რაღაცნაირად იღონეთ, ძალა მოიკრიბეთ იმისთვის, რომ აი ეს თქვენი ენერგეტიკული ველი გაასუფთავოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავთ აი ამ უარყოფით ენერგიებში თქვენსას, ამიტომ სასიცოცხლო ენერგია ძალიან საჭიროა თქვენთვის, იმისთვის რომ მოხდეს თქვენი გამოცოცხლება და ფეხზე დაყენება და ისევ გამოსვლა ამ მდგომარეობებიდან აუცილებელია ენერგოველის მიხედვა, სხვა შემთხვევაში განგრევთ ეს ყველაფერი, ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება. კარგი, მოდი ნახოთ ახლა ესეთი რაღაცა, ვისთანაც არ არის პარტნიორი, არის თუ არა ალბათობა გამოჩენის ნოემბრის თვეში. არა, პირად ურთიერთობებში ძალიან წინააღმდეგობებში ხართ. როგორც ჩანს, ძველი ურთიერთობებიდან არ ხართ კიდევ გამოსული და აქ არის აი რაღაცა ქვეცნობიერი სიბნელე, თითქოს დაბრკოლებები საკუთარ თავთან, არ აძლევთ საკუთარ თავს იმის საშუალებას და უფლებას, რომ ახალი პარტნიორი მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. აი რატომღაც ისე ბრძოლებში ხართ, მენტალური, სულიერი, არ მომწონს ტყუპების გაშლა. გამოხვალთ, რა თქმა უნდა, უფრო თვის ბოლოსკენ. 9 ძალიან კარგად ფიგურირდება 9 რიცხვი, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება. ჩემო ძვირფასებო.
ეს ხოთაშორის იქ სადაც არის რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, აქ პარტნიორის ცოტა მოფხიზლება უნდა მოხდეს. ნახეთ, თითქოს რაღაცეებს საკუთარი სახელი უნდა დაარქვათ და თაროზე შემოალაგოთ, გადაალაგოთ, გადაახარისხოთ ეს ურთიერთობები, პირად ურთიერთობებს უკავშირდება ჩამოძვრფასება, ამიტომ ამასაც მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ ბევრად მნიშვნელოვანი პერიოდი დაიწყება თქვენს პირად ურთიერთობებში, გინდათ არ გინდათ რაღაცა მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი რესურსების უკან დაბრუნება, როგორც ენერგიის, როგორც ფინანსების, როგორც პირადი ურთიერთობების და ასე შემდეგ. აქ ბევრ თქვენთაგანთან სხვათა შორის ეს უარყოფითი ენერგიები სამწუხაროდ არ მინდოდა ამაზე გამომახვილებინა ყურადღება, მაგრამ არის და გეტყვით კიდეც რომ მოიშორეთ რა ეს უარყოფითი ენერგია იმისთვის რომ მოხდეს სტაბილურობა. წერთან დაკავშირებით რაღაცა პროცესია გადასაჭრელი ბევრ თქვენთაგანთან, ეს ცოტა მძიმე ენერგიებში გაგდებთ, როგორც ტვირთი ისე გაქვთ მოკიდებული, შესაძლებელია ბინის შეცვლა მოგიწიოთ, შესაძლებელია ბინასთან დაკავშირებით ყიდვა, გაყიდვის საკითხი დადგეს, ისე რომ ცოტა რთულად უნდა გადაწყდეს რაღაცეები. შედეგი რა იქნება ამ შემთხვევაში? შედეგი რა იქნება? დახმარების ხელი. აუცილებლად მოდის ვიღაცისგან დახმარების ხელი, ეს არის იმპერატორის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანი, სტაბილური ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ. ეს საკითხები, რომელიც ახლა სასწორზე გაქვთ შემოდებული, რეალურად მოგეცემოთ საშუალება მისი დახმარებით ბევრი რაღაცა გადაჭრათ და გადაწყვიტოთ აუცილებლად. ნახეთ, ვისთანაც არის ურთიერთობები, შეყვარებულების სტატუსი ესე ვიტყოდი, მაშინ აქ არის დაგვირგვინების ალბათობაც ბევრ თქვენთაგანთან შესაძლებელია ხელისწყობის ცერემონიალიც დადგეს ნოემბრის თვეში. ნოემბერი ზოგადად ძალიან შანსი მოგეცემათ პირადი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის ჩამოძვრფასება, საოცარი არკანები ამოვიღა შეყვარებულები, თასების დედოფალი, ეს არის ძალიან ემოციური, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქალი, ქალბატონები და ბატონები არ აქვს მშობ რომელიმე ხურათ, რაღაცა ციკლი ეხურება. ახალ ეტაპზე გადადიხართ თქვენი პირადი ურთიერთობების, იქ სადაც არ არის ქორწინება, იქ არის ალბათობა იმის, რომ ხელი გთხოვ ჩემოძვრფასება, ნახეთ როგორ გიწვიან ეს. შანსი მოდის სამყაროსგან. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემოძვრფასება. წარმატებებს გისურვებთ და იმედია ნოემბერში ყველაფერი საუკეთესოდ გადაიჭრება. მიყვარხართ დროებით მომავალ შეხვედრამდე.